ძალიან დიდი თოვლია როგორც ყველგან. თან შეშინებულები ვართ, იმიტომ რომ ჩემი მეუღლე არ არის სახლში, სამშობლოში მუშაობს და წაყვანი, ანუ წასული იყო გადამზადებაზე თბილისში, დავჭი ორ ბავშვთან ერთად და ბებოსთან ერთად. მხარეს სახლმა მიიღო დეფორმირება. ანუ ვერავის ვერ ვნახე, რომ ის მარტო მეზობელმა მცალი მხარე ჩამოგვითოლა. მეორე სართულზე რო ავდივარ, კარებები უკვე იმდენად სიმძიმე აწובה, რომ აღარ იკეტება, ანუ სახლმა დეფორმირება მიიღო. თუ სასწრაფო სახლები არ დაითოლა, აი არ ვიცი რა იქნება. ყველაზე მეტად გვაშინებს ისა, რომ ანუ კიდე თოვს და ამიღა მთელი რამე თოვა მოსალოდნელი. საჭმელი ქვილი მაქვს სახლში, ანუ მოვუწილე ხა და გაზზე არ ვიცი რამდენად მოვახერხე, უნდა გამოვაცხან მოვახერხე, ხომ პულის გამოცხობა, საჭმელი ამ წუთში მაქვს. ვერ ვადგილდები, იმიტომ რომ მეზობლად მოხუცი თოქმა არ იყოს, ტელეფონით ვახერხებ კომუნიკაციას. მარტოები არიან ისინი სახლში, გვერდზე მეზობელს ჩამოენგრა კიდე სახლი, გუში, ღამე. რომ ჩავდივარ ფოლში, იმდენად დიდია, რომ გადაადგილება ჭირს. არ არის გაყვალული, ანუ არ არის ჯერ ვერ ასწრებს ტექნიკა, ფიზიკურად არ არის ეს იმხელა ტექნიკა, რომ რო ყვალავდნენ მეორე დღეს იგივე ხდებოდა და ეხლა უკვე ისეთ სიტუაცია და იმხელა თოვლია, რომ ამაზე ტექნიკამაც როგორ უნდა გაიაროს, არ ვიცი. ანუ ამ წუთში ხო, სოფლებში ანუ ტექნიკა და საერთო მოძრაობა არ არის. ქონდა შუქი დღევანდელ დღემდე, დღეს დილიდან უკვე აღარ შუქი არ არის.